ზოგიერთ სიცხეში, როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ ჭრილს, არც თუ ისე ბევრს აწუხებს ქალაქში დარჩენის სურვილი. მათ ძირითად ბირთვს შეადგენენ ღრმატპატივცემული ლექტორები, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა მშობლები. მშობლები ეძებენ, მშობლები დარბიან, მშობლები ღელავენ, მშობლები წითხდებიან, მშობლები და საერთოდ იქ სადაც მშობლებია, შვილები შესანიშნავად გრძნობენ თავს. ჩვენც სწორედ მშობლებით გვინდა დავიწყოთ ეს ფილმი. ოჯახის მამა და მარჩენალი ნელიტო მდელთაძე. თბილისელი. მისი მეუღლე ალისა, ქალის საკმაოდ ენერგიული, პროფესიით იასახის. სიდედრი, დედა და ბებია, ქალბატონი გუცა. ალისა სიდეური ბელადი, ყველა საშინაო და საგარეო საკითხში. გუცას მეუღლე, პატივცემული გაბრიელი. შორეულ წარსულში მომღერალი და ლოტბარი, აცგანსვენებული. ცხადია ამ საპატიო მიზეზით იგი ფილმში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ მაინც გარკვეულ როლს თამაშობს ოჯახის ცხოვრებაში. ოჯახის იმედი და მომავალი რეზი. მაპატიეთ. მიპატიეთ. ჩემს გამოდარჩით. ეგ არაფერი. ვინც ის სად გაგვიანდებოდა. ნამდვილად არსად. თავისუფალი მოქალაქეა. 1 სექტემბრამდე. აჰ, სტუდენტი ხარ. დიახ. მომეც მოგეხმარები. არა, გმადლობ. მე თვითონ. რატომ დირიგენტი წელე? აი, ბიჭმა გამიტეხა თოჯინა. შენ გაუტეხე თოჯინა? ა? მომეც გენეცოლე. ნუ დი. მომე. დამჭირე. რეზიკომ სკოლა უკვე დაამთავრა. აქ სულ მალე მზრუნველი ხელი ალბათ ჩააკრავს სურათს. სტუდენტი რეზიკო ამ ხანაგებს შორის. მაგრამ მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ოჯახში ეს სერიოზული საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. კარგი იქნება ხაც ცივი გვერდებში. მაგრამ მიგაღისებს. სანაფერს არ გაჯიმა. ალისა. გენაცა, მე ვფიქრობ, შენ უნდა გაყვიდე ქალაქი. სანამ რეზიკო ფეხს არ შეძგამს კონსერვატორიაში, ვერსად ვერ წავალ. გულს არ უყვარს ხუმრობა. რა ვქნა? რატო ღელა? ტენორებს ახლა სანთლით ეძებ. სანთლით კი არა. ხომ ხედავ? ნუ გეშინია. რეზიკოს ვერავინ შეეცილებ. ბავშვს ბურთივით აქვს მოწოლილი ხმა ხელში. თუ კომისიაც ამაზის იქნა? მელიტონ, ნუ თუ ეჭვი გეპარება. არა, მაქვს. მაგრამ მი გამოდგება. გთხოვთ. ასე უდიერად ნუ იხსენიებთ ბავშვის ვოკალურ მონაცემებს. იქნება ტრადიცია არ უწყობს ხელს. შენ ჩემშიაც ჩაგალიფ წინვალი მომავალი. ჩამკეტი ამ 4 კედელში.
ვაიმე. გული. ალისა. გეშინე. ალისა. რასნიშნე? ის ფაშინდა შევსიმის. კონსერვატორიაში და აკადემიაში მივაღები. ახლა თავისით ვინ აბარებს მელიტონ? თავის დროზე შალიაპინიც არ მიიღეს ჩვენს ოპერაში. მაინც შენ რა მე ხომ არ მივიღებ მის მაგივრად. მაგიაც! რა სჭირს ბაბუამიცის შვილიშვილს ხმის სამღერალი? უნდა დატრიალდე მელიტონ ქვეყანას იცნო. ოჰ. გთხოვ დაანებოთ ბუზებს თავი, როდესაც ხდება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბუზების მოგლის უფლებაც არ აქვს, ხო? მე მგონია მაქვს უფლება გავაკეთო ის, რაც მიმაჩნია. თქვენ ისიც მიგაჩნიათ, რომ საკუთარ შვილის ბერძეც ხმამ უნდა იზრუნოს. არ ვიცი ვის რა მიაჩნია. მე კი დღესვე შემაქვს რეზიკოს საბუთები კონსერვატორიაში. ბატონო. დავტრიალდები. ვირფენ. ხალას დავასო. აი ისიც. მომავალი ვანო სარაჯიშვილი. იქნებ კარლზოც კი. რა იცი? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რეზიკო. ხვალ საბუთები შემაქვს კონსერვატორიაში. ეს ხომ ისი ნაცნობია, მუსიკას ვწოდნი. რა ქვია? გასყავოს ვერტება. თუმცა რა დროს ეგა? ასეთი პაციენტი 1000-ში ერთი იბადება. ოდიში. გამარჯობათ. რა დაგემართათ? კბილი. მე? მგონი აქია პოლიკლინიკა. მიაგერა რა ვარ? თქვენ ამისთვის როგორ შეგატოხოთ? როგორ გეკადრებათ? თქვენ კი გაწუხებთ და მე სხვაგან გაგიშვა? გმადლობთ. არავითარ შემთხვევაში. არავითარი პოლიკლინიკა. გმადლობთ. აბობზადით? გმადლობთ, აქია პოლიკლინიკა. ტაქსი! გმადლობთ, აქია პოლიკლინიკა. ახლა ვერ წამოვა. სხვა კბილზე შეგატოხებ. სხვა კბილს? სხვა კბილს მოკაცრო. არ შეგაწუხებთ, მაგრამ ბავშვი პირველად გადის გამოსტაზე. არ დამუწოთ. პატარა ბიძგი თუ არ ვერ იმღერებს. მოგეხსენებათ შალიაპინიც კი. არ დამუწოთ, ეხლავე. არ დაგაიხსნებათ, ხო? ესე იგი, ჩემი რეზიკო თქვენი იმედით. პირი არ დამუწოთ. პილსოდიანი წყალი ყოველ 5 წუთში ხვალდილამდე. სწორედ ხვალდილით უნდა იმღეროს. ძალიან ღელავს. აბა თქვენიც. პირი არ დამუწოთ. ვოკალური მერე ჯგუფი. დრამატიული ტენორი. ვოკალური მერე. რა იყო? რა მოხდა? არ დაგავიცდეს. რეზიკო ბელთაძე მელიტონიზე. აუ. ესეც ასე. რაო? ყველაფერი რიგზია, აბა? დავდეთ ჩემს ვაშკაცობასო. საპარაკო. რაც ხელა. კარგი ახლა ცივი. დედა ბორჯომი. თურმე რა ცოტა რამ ყოფილა საკირო ოჯახური იდინი ისე. დო რე მი ფა სოლ ლა ში დო რე მი ფა სოლ ლა ში დო რე მი
sol la si do do re mi fa sol la si do re mi do re mi do re mi do re mi mi do re mi fa sol la si do მივოძებ ელთაძე რევას მელიტონის ძე დიახ დაიწყოთ არა? დიახ. გირდება ხო? აბა, რას გვიმღერებთ მატვილო? რაც გნებავთ რაც მოამზადეთ ის გვიმღერებთ. ხო. აბა, რა სიმღერებს? არაყის შვილს? მოცარტს, შუმანს, ა? თოლი ჰა? თუ შეიძლება თოლი შემოვხდი და გამიფრინდი როგორც თოლია ინდი მინდი ფერა ჩინდი ბაგე ქონია ვაირა უცებ გამიფრინდი რა შორს ახველი ჩამიტოვე თვალში ბინდი გუში ნაღმელი სადახარ თოლია სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებ სუსვას ახარებ ბევრი შემხა ალვისთანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლია მიქანა ვაცადოთ იმღეროს მოუსმინეთ სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებ სუსვას ახარებ თოლია სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებ სუსვას ახარებ გამირბი ხარ და მათვალებ მაინც გიპოვნი ჯაგიკოცნი ლამას თვალებ როცა გიპოვნი თოლია სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებ სუსვას ახარებ ბევრი შევხვდა ალვისთანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლი ამისთანა არ ვისქონია მე შენს მიმისაში ვეთებ გულში ქონია ზეგითია გაში მგერდზე ასე მგონია თოლია სადაფრეს მომხარეს და საკმარისია მადლობა საკმარისია გამირბი ხარ და მაწვალებ ყველაფერი გასაგებია საკმარისია ნიბზად ოლიმპია მომღერეს ამ სამშობლოა აიც იმან გამაჩარა შენ რომ იცი და გასაგებია ისე სხვა კვილი ხომ არ მოაწერე აიც და შენ გადაირება ბებია ჩემი მანდამობა მართლა מחარობელი ვინ იქნება შენ გეხუმრება და ერთი მემკითხე ცეცხლი მიკიდია მამიკო ხომ არ გასარგებლა რა აზრი აქვს პირველი სტერიკები მაინც აქ ხდება დედა ხარ? დედა. იცი? დედა. დედა. დედიკო. ნუ გეშინია ჩავაბარე. რა? ყველაფერი კარგად არის.
მოდი. რა ჩააბარე, ბიჭო? აბარე. ჩააბარე, ხო? აღარ მომასწრებ რა. ჯან, იცით რეზიკო სიმღერაში 5 ანი მიიღო. ვა, ედავში რა უკრია? ამ სიტყვის სიმღერა ხუმრობაა? შენ იგითხარ ამას? დედა გუცა გაგიჟებულია სიხარული. ფაბრიკო, რეზიკო, კიდვალე თუ მღერია. ახლა, მინი. აბაზი. რეზიკო, გახსენე გამიდა. მე როგორ ეშინო და ალისა. აბაგები გამიდა. და რეზიკოს პროფესორები გადაურევია. დაკეთე. სად გამოჩნდა ბაბუამის ისნიცის? რა გაუძლეს? რეზიკო, მოგილობა. ამშვენი შემოდი. ამშვენი დაგე. შენგენაც სადამე კარგი მამიდო. ისე შეხვედრას არ ავშავ. ეს რაც ეს შამალ. რა მიქენი ბიჭო? აბა რამე. კი მაგრამ აცი რა თუ. მამა, გინესადმე მართლა ჩავაბარე. სად? სადმე დაუსწრებელზე. ერთ თვისია მისაღები გამოსცა. რა აზრი აქვს? და უფრო ადვილად გადიტანე. ხო? არ გამო. მამა, მოემზადები. თუ არ მუშაობ, დაუსწრებელზე ვინ იგიღებს? სულდა მაგ. რეზიკო. იქნებ მართლა წაიმუშავა? წაიმუშავა მე. სად მან? სად სულეთია. სანამ გამოსდები ჩავარებთ. რეზიკო. რეზიკო შვილო. ნელიტო, მომილოცავს. ჩავარო. ენაცვალოს დედა ჩემი სიამაყე. რეზიკო. ერთი წუთი. სულ ასე კარგად ჩაგებარებინოს დანარჩენი. მან. შენ იცი როგორ გვასახელებ. თამაზი თურმე შეჯიბრში გიწევს. რა ვიცი, ერთი გენახა მინდოდა. მე მგონია ხმა აქვს. შენზე კარგად ვინ მიხვდება, მაგრამ ახლა დაღლილი იქნები. არა, როგორ გეგადრებათ. წამოდით ამას. აბა, დავიწყოთ. ოჯახ. რას გიმღერებთ ყმაწვილო? რა გნება? რაც მოამზადეთ ის გიმღერეთ.
გესმის ზეზიგო? აქეთ. მოვდივარ, მამა. რეზიგო, მოდი აქ. მოდი აქ ბიჭო. ხანდოდი მაგ. ეხლა ზიამელი და. მოშადით. კიდა. სადა. არ? ყველაფერი მოაგვარე. სად? სათამაშოების ფაბრიკაში. რა? თამაშოები, ის სათამაშოები. ასეთი ფაბრიკა არსებობს საერთოდ? აბასად კეთდება და საწვავის სათამაშოები. უფრო ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრე? იქნა მინისტრობა გინდა და მიმალა. სად მივხვდი? შეხუმრობდა მე მოვხვდი ამდენ სირბილით. მაინც სად მიაგენი? დირექტორი ჩემი მეგობარია. მსახიობი იყო. ახალგაზრდობაში ერთად მონაწილეობდით დრამტრეში. მაგრამ რა უნდა გავაკეთო იქ? საწყები აკეთებენ. როდიდან? სალარ უნდა იწყება. თხოვე. პირველ სექტემბრიდან. თანხმობა უჩემოდ მიგიცია და მე რა შენი სტივიკო. დღეს უკანასკნელი გამოცდა აბადიცემულო პროფესორი. კეთილი. რა ხუთიანები ჩაკიჯიგჯიგე? მოქალაქე ვაშაკიძე, გასასვლელთან გელოდება ცოლი. ხო, ვაშაკიძე. პროფესორი ვაშაკიძე. მადლობთ. დედა, ამა შევიცნე რა. თავი გინდა მომჭრა. პირველი დღეა რა სიტყვენ პროფესორები. აუჩქარებთ. საკეითოთ, ხომ არ ვიცი. რა დაგემართა ჯერ რბაც არა. ხის დაღებაზე იწყება, ხო? რა? რა დაიჭრა? ხო. აუ, ასეთი დილა ყველა ოჯახში რო თითებდება. ეს მხოლოდ დიდი ბრძოლით შეიძლება მოიპოვო. სულ რამდენიმე წუთიც და ამ ოჯახიდან გასული კაცი პირველ ნაბიჯს გადადგავს ხელოვნების მწვერვალების. აუჩქარ. რა ამბავია, კონსერვატორია თუ ქარხანა? რეზიკო, გაგიანდება. რეზიკო, აი ეს შენ გამოგადგება. ხანდახან დახედა, სტუდენტი ხარ. არ დაკარგო რეზიკო. ბაბუა შენი საათია. თვალის ჩინივით გავფრთხილდები. არაფერი არ დაგჭირდა. ყველაზე წინ დაჯექი. აბა შენიც. მოიცა. რა იყო? ხიდან გამარ დამავიწყდა. დაგვიანდა. აბა შენიცი ბებიკო. აბა, ბედნიერად შვილო. ჭკუით ბებიკო. რა არის სათამაშოების გარეშე ბავშვის სიცოცხლე? ნული. ავიღოთ რევოლუციამდელი ბავშვი. ისმება კითხვა. რატომ იყო იგი გონება ჩლუნ, ჩამორჩენი? პასუხი მარტივია. მას არ ჰქონდა სათამაშო. მას არ ჰქონდა სათამაშო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ასე არ არის? ასე არ არის? დიახ, ბატონო. ხო. კი. აბა, ახლა კი საქმე, ხმატვიო.
რეთით? კარგია. ერთი წუთით ქალიშვილებო, ერთი წუთით დღეიდან ჩვენს რიგებს შეემატება აი ეს ყმაწვი. რეზიკო, მოდი, სადა, მოდი. გთხოვთ იცნობდეთ რეზიკო ბელთაძე, სერიოზული ახალგაზრდა სხვათა შორის, უცოლო. აი ესეც თქვენი ახალიობა. სხვათა შორის ეს არც თუ ისე რთული. აი უყური. ხლევე. აი. ბატონო სევერიანი ხომ ფეხია? ფეხი ყოფილა, შებეშა. დოდო გენაცვალე ანახე. აი ასე. აბა არ შემარცხვინო. ახლა მეორე ფეხი. თქვენ თვითონ გააკეთეთ. სულ ადვილია. აქ დაჭდები. მოდით გოგოებო, ჩვენსკენ გადავიდიროთ ხარ. დირექტორი ცემულო სევერია. როდესაც ხოლ დილით სამსახურში მობრძანდებით და მიკითხავთ, ჩემს მაგივრად ცარიელი მაგითად არ ხდება. მაგრამ რას ისა? ჩვენ ერთმანეთისთვის არ ყოფილვართ დაბადებული. მშვიდობით ბრძანდებით. კიდევ კარგი ნაცნობი არავინა. თქვენ ცდებით პატიცემულო რეზიკო. აბა გაიხედეთ ფანჯრისაკენ? იცანით არა? შემიძლია სახელიც გითხრათ. ლალი. მე მგონი მანაც გიცნოთ. რატომ გარიდებთ თვალს? თუ გახსოვთ, თქვენ თვითონ უთხარით სტუდენტი ვარო და იქნებ არ ელოდა აქ თქვენთან შეხვედრას. შენს ნათესავებს არც დაურეკიათ. თითქოს არაფერი მომხდარაო. რადიოში არ გამოუცხადებია. რადიოში არც გეებს აცხადებენ, მაგრამ სადა ამდენ ხანს? არ დაიგარდა. ყოველ დღესე დაიგვიანებს? დღეს პირველი დღეა და ალბათ. ისე ლაღარაგო, თითქოს ბავშვის სათამაშოდ იყოს ასული. ზოგს მართლა თამაში გონია ხელოვნება. მელიტონ. ნამდვილად უნდა პატივისცემა. ვის და ვინც რეზიკოს დაეხმარა. არა, მელიტონ. რა ვიცი. ცუდად არ გაგვიგონ. არა, უხერხული. რა არის უხერხული? უხერხული ის არის კაცს წყალში ჩაუყარო ამაგი. მადლობა ღმერთშვილო, როგორც იქნა. რა დაგიხეთკე, რეზიკო გულები, მოდი. სადა ხარ, დედა, ამდენ ხარ? რა ვიცი ეს მუსიკაო, სიმღერა, ლექციები, პროფესორებიო. მამა, მოგითხო შენი მადლიერი პაციენტები. ხომ არ დაიღალე? რა დამღლიდე?
რა უცნაური კითხვაა. რეზიკო. პროფესორებმა თუ გიცნეს შვილო. ხა. შემოვიდა თუ არა ის რა ქვია? რომელი? ის ვაშაკიძე. ხა, პროფესორი ვაშაკიძე. პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. როგორ გიკითხოთ? მამა თქვენი ხომაა ყოჩაღალი. ახლავე დედიკო. ჯამე დედიკო. ალისა. უიმე. მერე სტუდენტებს მიუბრუნდა. ამ ყვაწილს რომ უყურებთ, მისმა ხმამ გამოცდაზე უდიდესი ესთეტიური სიამოვნება მომანიჭაო. ხედავ მელიტონ, არა აუცილებლად უნდა პატივისცემა. რა გვარია? რა გვარია? ვაშაკიძე. კი, ნამდვილად. ეყოფა, დაღლილი. დაასვენეთ. აცალე საჭმიჟამი. მერე კათედრაზე აბრძანდა და აჭიკჭიკდა. მარა რა აჭიკჭიკდა? სიტყვა არ გამომრჩენია. ჩაიწერე შვილო. თავში. თავში. ზეპირად. ისე ლაპარაკობდა რომ ცოდვა იყო სუფში არ გეცქირა. ისე მოგეწონა იქაურობა? აი, რა ბილი. რა იყო რეზიკო? რა იყო მე რას უყურებ? მოდი შევდან. რეზიკო, რა დაგემართა? პატრონე, ალაფერდიზე იქნება. არა, თუ შეიძლება რომ მშობელმა ასე გასწიროს ერთადერთი შვილი. რა მოხდა? ქალების ფარაში თხასავით ვარ გარეული. მერე მაგას საჯობია შესრულება. მორჩა. ხვალიდან ჩემი ფეხი აღარ იქნება. დასამო ბიჯო. არ დამღუპო ბიჯო. მიხედე ბავშვს კვილი არ ამოაწროს. რას ქვია ამოაწროს? რა უცნაური თქმა იცი. არ შემიძლია მამ. უნდა გაუძლო. რას უნდა გაუძლოს? მართლა მის ხომ არ არის? მაცალეთ. უნდა მოითმინე, სხვა გზა არ არის, მე გესმის? მოძმენა აღარ შემიძლია. რეზიკო. რეზიკო. მადლობთ. რისთვის მიხდი მადლობას? დედა, რატო მადლობა არ უთხარიო? შენ რა ქვია? ლალი შენ? მე რეზო. ანძია რეზიკო, სულ ერთია. ჩემს მასეს რეზიკო ქვია. მართლა მოგითხო განეცი. ჯერ არ იცის ლაპარაკი, პატარა. მაინც რა ხელა? დედიკომ და მამიკომ უნივერმაღში. გასაგები. სულ პატარა, აი ამ არა უშვებს. აი, ის ძიაც მაგხელა იყო. იცია, კიდევ გაიზრდა. რეზიკო, დიახ. ბიჭო, ისენ ადრე მოსულხარ, ა? მე მგონი საპატიო დაფა არ ხდება. ოჩახ, შენ მამა როგორა? მარო განიცოლი ერთი ამ ახალგაზრდა სპეცნახსაცმელი შეურჩა. კი, მაგრამ ბატონო სევერიან, ჩვენ ხომ მხოლოდ ქალებისათვის. მაშინ ახალი კი ბატონო, წამოგწანდი. ვალიკოს გამომართო. ეს რომელია?
რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? იმიტომ რომ მას არ ქონა სათამაშო. სწორია. გავაგე. ნამდვილად ბედი არ ქონია. მთელი ღამე სარკესთან გაათენა და ვისთვის. შორის ძალიან ტკბილად მეძინა. რატომაც არა, გვერდზე მოგისკუბეს. ვისაც უნდა უთმო? რა. ადგილსაც და მეზობელსაც. აბა, გამოთქვი. ვის გინდათ? ეს ადგილი ეთერის ეკუთვნის. თმები შეუღებია. შევიღები? სულაც არა. უბრალოდ ლანდატონით დავიბარ. რადგან ასია? Idi ადგილ. 100 მონეტი. 100 მონეტი 1. 100 მონეტი 2. 1000 მონეტი. 1000 მონეტი 1. 100.000. 100.000 1. 100.000 2. მილიონი 1. მოიცათ, გოგოებო. ძალიან ადგილი, ვის ბრასკი? გული მიგზნობს აუცილებლად მოვა. გოგოებო. სიზმარი ვნახე. ყველას საქორწილო თეთრი კაბები გვეცლა. თმებში მინდვრის თეთრი ყვავილები გქონდა ჩაძნული. ვიდექით და მოუთმელად ველოდით მის გამოჩენას. აბა ვის აგვირჩევს? ვის აჩუქებს ღიმილს? ამ დროს კარი გაიღო და ამ დროს მეც გამოვიწყე. დოდო გენაცვალე, ის ხომ არ შემოსულა გაზეთის ფოტოკორესპონდენტის სირბილაზე? არა ბატონო, სევერიან არ მინახავს. ის ხომ არ არის? ოხ, რაღაც. ჰალო! გაიცანი. სასიამოვნო. აბა, ამოირჩიეთ, რომელიც გენებო. ბოდიში? თუ შეიძლება აბზანოთ. ბოდიში? ერთი. ვერ აბზანოთ. აბა, დავუზანე. ხო, მართლა, ეს მოწვილი? აბა. ჩაიტიეთ. რა ბატონო, რას მემარება? ელთაძე. დაუჩქარეთ. წავედი. იცით რა? მე არ მოველოდი. რას? თქვენთან აქ შეხვედრას. ალბათ პრაქტიკაზე ხართ ინსტიტუტიდან. პერჯიკო. მოდია. მოდი. ვიღუპებით. სულად არის სახე. რა მოხდა? დედია შენმა დაიჭნა გინდა თუ არ გინდა უნდა დაპატიჟე პროფესორი. შენ დაპატიჟე. ვარიგო, ორი მანქანა ასლან დანურიერ აქვს. ცაცში არ ჩავარდი, ცაცში. არის. სევერიან. ო, მედიტონს რა ხლა ვარ, ჩემს მედიტონს. როგორ რა იყო, რა ფერი გადის, კაც? ჰა? ვიღუპე. რა მოხდა? უნდა მიშვერა. კი შენი ჭირი? პირას უნდა მოხვიდე ჩემს სახში. რატო?
Purmais. შეგარცხვინა ვერტმა შენ შემაშინებად. ბიჭო, შენს ოჯახში მიპატიჟებას ვეღირსე და მაგაზე გეტყვი ვარ? ოღონდ იცოდე. შენ სევერიან ძივძივაძე არ ახ. აბა ვინო? გამარჯობა. გამარჯობათ პატივცემულო. გამარჯობათ. მე რეზიკოს დედა ვარ. მელიტონის მეუღლე. თბილისს ექიმი. გახსოვთ, ხო? ასე სიამოვნო. ვირას ჩვენთან უნდა მოვწა. პატარა ბახშა მივიდგავს და ძალიან გთხოვთ. მისამართი ხომ გახსოვთ? შუბლაძის სოცი, სხვათა შორის თქვენი კოლეგაც იქნება. პროფესორი ვაშაკიძე. ვაშაკიძე. შენ ხარ კონსერვატორიის პროფესორი ვაშაკიძე. ელიტო. შენი ჯერ. ბიჭო, ხარხულია დირექტორი ვარ მაგ. თუ გინდა ჩემწოს. გული. ნუ მოხვა. შერა გითხრა ეს რა სადარდებელი სხვა გზა არ მაქვს. ბიჭო, ვინმე რომ იცნობს, ადრე ხარ. ვეღარ ვერ გიცნობს. ყველანი სიტყვას დაპატიჟებ. გმადლობთ. ვეცდები. ძალიან აუცილებლად. დედა, გაიგონე? უსიკვდილოდ მოვალო. დირექტორი. არა. პროფესორი. ატაკაბის. მე ვფიქრობ, პროფესორი დავსვათ აქ. არავითარ შემთხვევაში. აქედან სამზარეულოს გარეთ. აი აქ. მართალია. მაშინ ხიზილალა დადგათ აქ. მელიტონ, პაპიროს თუ ეწევა? გონი ეწევა. დედა, საფეთლე. მოიგეთ ბატონო. ეს ზედმეტია. აბა თუ მიხვდები ვინ უნდა მოვიდეს. მუსიკას მცოდნე. ვინ? აი ისე რომ კბილი ამოუღე. ქუჩაში შემხვდა. ძლივს გავბედე მისვლა, ძალიან თხოვე. დამტირ და მოვალო. ვიცოდი გაგეხარდებოდა. ძალიან. მოვიდა. მობრძანდით პატივცემულო შალვა. ხო. ყველაფერი იგზია. გაიცანი ჩემ მეუღლე. გამარჯობათ პატივცემულო შალვა. სასიამოვნოა. რეზიკოს ვახლავარ ჩემს სიავაღეს. ხო, გმადლობ პატივცემულო შალვა. სიდედრის ბიძაშვილი. გამარჯობათ. დარშეგაცო. სიდედრის ძმის შვილი. გამარჯობათ. ის ძალი. სასიამოვნო. სიდედრის და. მაბადიეთ. სიდედრის მა. გამარჯობათ. სიდედრის მა. პატივცემულო შალვა. ბოდიშ ვიხდი ბატონებო გალოდი. რას ბრდადა პატივცემულო შალვა. ხელის გადაბანას ხომ არ ინებები? შეიძლება. მოგცანი ჩემს კაბინეტში პატივცემულო შალვა. სულ დამავსდა. გაიცანით სიდედრის ისური. გავთხოვ. შამპერდელო კონესან. გმადლობ ყურადღებისას. მაბადიეთ. ღმერთო. ხეთა შეხედეთ. რა თავდებალია რა? რა ყურადღებიანი. ხო რა ბაგაჟის პატრონის შანს? კაცი უნდა ვარგოდეს კაცად, თორე მე ხმა მანქანებიც კი არ ასწავლე. მართალია. რა არის ეს რა? ლირა. ლირა? ლირა. ი პროფესორი, კი. შენ რა გითხრა? ისე შემოხვედი მართლა პროფესორი მეგონა. მამა ჩემს რა უთხარით, ისეთი მსახიობი პანთეონში დასაფლავება არ მცდება. თვილად არ ახსნება. ისე შენი ხათრით მეთქვა რა. აბა მუსიკალურ ტერმინოლოგიას გადავხედე. კიდევ ხომ არ მოვავიდე. ალისას დაუპატიჟე ერთი მუსიკალს. ხუბავ? არა. არ მოვა. რაიცი? 101 დაპატიჟები სომარა. ხომ არაფერია საჭირო? ყველაფერი რიგ. ალისა. ვინ იყო? არავინ, მეზობელი. მობრძანდით? ხო. აბა შეიცი. ხო. კიდევ ერთხელ პატიებას ეთხოვთ ბატონებო. ხო. მოგძანი. ახ ეს. დაბრძანდით პატივცემულო შალვა? დაბრძანდით. საძი ბოგა. პატივცემულო და მე. მადლობ. დაბრძანდით. ხო, პატივცემულო შალვა. დაბრძანდით. ილფეშა. ბატონო. ცხელა ბატონებო. რაიო, ცხელა. პატივცემულოს საზოგადოებრივი მომენტის მოწმენება.
მელიტონის ოჯახს ეწვია საყოველთაო ისტორია, პროგრესული კულტურის უანგარო მოღვაწე, ჩვენი დროის დიდი ალპინისტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს არაერთი უსახელო მწერალი. დიახ, უსახელო მწერალი. ფიზკულტურელი ბრძანდება, თუ? ხელოვნებისა, პატიცემულო დომენი, ხელოვნების. თქვენ პატიცემულო შავი. როგორც მშობელი დედას უნდა, რეზიკოს ნამდვილად ნიჭიერული ხმის ჩამოყალიბების. რეზიკო არის ხის ნედლი ტოტი. დიახ, ნედლი ტოტი, რომლისგანაც თქვენმა მადლიერმა ხელმა უნდა გამოთავოს ხმატკბირი სალამი. ეს ტოტი არის ამონაყარი იმ თესლმაგარი მუხისა, რომელსაც ვერ ამოაგდებს ძნების ქარიშხალი. ლებამიგოცა სიამოვნებით შევსვა თქვენი საკითხი. მეგობრებო, მე მინდა ჩვენი ოჯახი განათესაების სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადო პატიცემულ შალმა. ბედიკო მართალია. რეზიკო. სულ კარგად და ბედნიერად ბატონო. ბატონებო, ჩვენ ხელოვნების შაკეთ ერთი დიდი მიზანი გასული. მიცეთ სულიერი საზრდო, იგი სოლფეჯიო. ჩვენს მომავლის მქონე ახალად. ბატონებო, ადამიანის აღზრდა აკვიდან იწყება. ბავშვი თავის პირველ კონტაქტს გარემოსთან ამყარებს სათამაშოების სწავლას. აიმე თქვენ გეკითხებით, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? რატომ? მოიწმინეთ, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო. სათამაშო ავსებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. დიახ. ხოდა ასია სიმღერად. ესე იგი, piano, fortissimo. სიმღერა სიცოცხლის წყარო. ესე იგი, dominuendo. მადლობა თუ გასცემთ ბატონო. ჩემზე თქვა დომენტიო. მაგრამ ბატონებო, მარტო სიმღერით თონს ვერ გახვალ. როგორც განსვენებული ბეთჰოვენი ამბობს. ალბათ ის არის თქვენი მეგობარი, მუსიკას მცოდნე. სიამოვნო. შემოდი. რეზიკოს ბერი დავზარდა. რეზიკო. კუცა. ეს შედის კონსერვატორიის სტუდენტებია. არა წელს ვერ მოხდნენ. ისე კაი ბიჭებია. hello. რეზიკოს ამხანაგები არიან. რეზიკოს. ხო, გასვამბობ. სოლვეჯია. არა. ხო. როგორც ხონებული მოცარტი, ხოდა ხოლმე საჭიროა შრომაც. პიჩიკატო. რომელ კატოზე ლაპარაკობ? მადლობას მოგახსენე. ოდიში. დიდი ხანია ჩვენს კონსერვატორიაში რომ ვასწავლეთ, ბატონო. თქვენ წარმოიდგინეთ რომ არა. მანამდე სად მოვაწეობდი? მანამდე ოდესა, კიევი, ლენინგრადი, მოსკოვი. ნამდვილად თქვენი მეგობარია. ნამდვილად ის არის. მელიტონ, არ მითხრა ახლა ეს არის ისტორიაო. ხოლოდ 5 წუთი პარა. აურად რო გასულა? ბატონებო, უნდა დაგწო, არა. შევოდ გადაუდებელი საქმეები მაქვს, სიამოვნებით, რა? ხალბატონო გუთა როგორ მინდა დავწე, მაგრამ არ მოიდიეთ, არ მოვიდა. რაკაცია, ბატონო შალვა, ასვასაპირე. არა, გაქცევა, გასალობ, მელიტონ, კაცო.
რეზიკო ძალიან მაყოფილია ცენილი ეთიკიე. არა რეზიკო? დიახ, ძალიან. რეზიკო. Am gulma kodina egadara Menicheri hartito Dai Jeni harata Excellent. Хорошо. Батюшка Будушалва, შეიძლება ერთი წუთი. მე ბატონო. დიახ. შეუნებრივად. გულიკო, ნეტა შენ თუ გეძებდება პატიჩე ბუდუშალვას მოსვენ. ჩვენთან აპირე? დიახ. გახსოვთ ამას წინათ ოლიმპიადაზე? ცეკვავდა რა? როგორ გეკადრება წეროდა? წეროდა, ხო ეცუდეთ ხო. სვარაფის გაგონება არ უნდა. იცით მთავარია ბულუა რა? ჟელანი. სურვილიო. გესმის გულიკო, მთავარია სურვილიო. თავარია სურვილი და მე ყველაფერი მოგვარდება ბატონო. მოგზაი. ეს რა გაიგეთებია, კაცო? ის არის ხო? ვარლავ ნახე რა გორგეთებია რა. როგორ გავს? მაჩვენე კაცო. ვაი, ეს ის არის. შეხედე კაცო. როგორ გავს? იბარ. ეს მე, იბარ გაკეთა. კრედიტი სათამაშო ბავშვის სულიერი საზოგადო. დიახ. აი ხანდახან თქმაც გძნელია, სიმღერა უფრო მთავარი თუ სათამაშო. დიახ. სათამაშო მაინც ვსვარა. რითმეტები ჩვენ უпроსტები. კინო, თეატრი, ფეხბურთი, ტელევიზორი, ურმალიზარი. ბავშვი ისევ და ისევ სათამაშო. არა ვარ ჩვენ ამის შემდეგ ვალდებული მივცეთ მას ამაზი ხალისიანი სათამაშოები. ამხანაგებო ადამიანი, რომელიც სათამაშოებს ქმნის, ის პოეტია, ნამდვილი პოეტი. იტან, შემომვლელო, ვაიმე, უიმე,
მოჩვენე. რა გადასარევია. ვიღაცას მაგონებს. ნამდვილა. თუ შეიძლება. შესანიშნავია. ასეთ გასართობზე ბავშვებიც კი არ იტყოდნენ ვარ. ალისა. ვის ასეთი ნიჭი ქონია და ხმას არ იღებ? აუცილებლად უნდა აჩვინო ვინმე. არა, პატივცემულო შალვა. გასაკვირველი. მართლა. ბატონო მელიტო. თქვენ შემთხვევით სათამაშოების ფაბრიკაში ხომ არა ვიცით? არავის არ ვიცი. მე რომ ფაბრიკის დირექტორი ვიყო, პარლამი იცნობს დირექტორის ნაცვლად. ვის კორესპონდენტ სირბილაძეს? ხო. ვიცნობ კი არა თუ გინდათ ახლავე აქ გავაჩენ თავის ფოტოაპარატს. მაგრამ ჩაგხატავს კიდეც, გასაკვირველია. გადასარევი აზრია. სახსოვრად მაინც დაგვრჩება პატივცემულ პროფესორის სახე. მე მგონი არ ღირს ამისათვის კაცის შეწუხება, ქალბატონობიც. მართლაც ხერხულია. ხომ არ ერია აპარატი მოიდა და სურათი გადაგია. ჩემი ხათრით ქვა შეუშვეს თავს. რაღაც უცდი დაურეკე. ახლავე ბატონებო, ახლავე. Алло. არ პასუხობს? დაფჭებული. აბა. როგორ ბატონო შალვა მიგდები? ნუ დახლად ბატონო. მამამიეთ ბატონო გუცად თუ არის. ერთადერთი ფოტო. ბატონო შალვა მიბრძანდები? არავით არ დაფტანის პატივცემულო შალვა? პირდაპირ. ყველაფერი იგზია. აბა? ხო? ეს თქვენი კოლეგა იქნება კონსერვატორი. აუცილებლად. სასიაოვნო. მედიტო. ცუდად. გამარჯვე. ვაიმე არიგეთ მასალები დროა. ნუ აგვიანებ. როგორ ახლა? ავიღე. სავან ეს? გავაჩი. ეს რა არის? შენ გააკეთე? არა. აბა ვინ? არ ვიცი. არის. Eziko. Де? შენი ხუმრე? Eziko. არა ბატონო მე არ. ხოჭა.
ოჩახრეზიკო. კარგია, კარგი. ლალი. დაგელაპარაკებით, თუ ერთ პირობას მომცემთ. რას? შუა სიტყვაზე არ მიმატოვებთ. თანახმოვარ. განაგრძეთ. ქალიშვილო, ხომ ვერ მეტყვით დირექტორის ნახვასაც შეიძლება? როგორ არის? აი ის კარებია, ხელმარჯვნით. დამოგძანდა. მიგძანდი. გმადლობ. როგორ გეკადრებათ ბატონო? ჩვენი პროდუქცია მთელ კავშირშია ცნობილი. საზღვარგარეთ? დიახ. მოიწმინეთ, თქვენი ბავშვი რამდენი წლისაა? გამარჯობათ, პატივცემულო შალვა. გამარჯობათ, კეთება. დაბრძანი. გმადლობ. ხო. რაც გნებავთ? ლომები, ლეფხვები, დათუნიები, ფისუნიები. დაბრძანი. არა, თქვენ მე დაგირეკავთ. თქვენ ჩემთან? არა. მე ფაბრიკის დირექტორი მინდოდა. თქვენ საიდან გაჩნდით აქ? დირექტორი მე გახლავ. ჰა? აი. როგორ პატივცემულო შალვა? ქალბატონო, თუ მე მელაპარაკები, ჩემი სახელია ქსევერია. როგორ? თქვენ პატივცემული შალვა არ ბრძანდებით? ჩემი რეზიკოს პროფესორი. არ მესმის. რა რეზიკო, რის პროფესორი? სწორედ არ მესმის. პატივცემულო შალვა. ქალბატონო, რას გავსეს? არავით არის შალვა. მე ვარ სევერიან ციცივაძე, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი. დიახ. აი, უყურეთ. ტიკ. როგორ ბატონო, წუხელ ჩვენთან არ ბრძანდებოდით? არა, ქალბატონო, არა. თქვენ რაღაც კეშლეთ. სასწაული. პატივცემულო შალვა. ბოდიში სევერიან. პირდაპირ თვალებს არ უჭერი. ხმა? ხმა? დიახ. რატომ ბატონო, რის ხმა? თუმცა მე მესმის თქვენი ხანდახან ხდება ხოლმე. თქვენ მგონი რაღაც საქმე გქონდათ ჩემ. მე იმ საკითხზე. ესე იგი სათამაშოები. რა? სათამაშოები. ვერ გავიგე. ჩემი რეზიკო კონსერვატორიაში სწავლობს და სახლში. სახალისო ჩხირკედელაობს. პროფესორმა ვაშაკიძემ მისჩია თქვენთან მომეტანა. მომეცით გეცა. და საინტერესოა. იცით რა? დამიტოვე. განვიხილავთ სამხატვრო საბჭოზე და თქვენი მისამართი. ბელთაძის ქუჩა. შუბლაძის ქუჩა. შუბლაძის 20. მელიტონ ბელთაძე. მელიტონ გრიგორია? ბელთაძე. კარგი გვარია. ბელთაძე. ასე პასუხს პოსტით შეგატყობინებთ. დიახ, ასე. მადლობ. ბოდიში. კარგად განდევთ. მელიტონ. გისმენ? ახლა. პატივცემულო მელიტონ, ტელეფონი. გისმენ? სევერია. როგორ? მე? იქნება შესწრებ. როგორ?
მაღალი, მელოდი, გრძელი ცხვირი, სათვალეები, ხმა. სულ სათამაშოები კი ეკერა პირზე. აქ რაღაც ამბავია. შეიძლება მე ვცდები. და იქნება არ ვცდები. რა იცი, იქნება ბავშვი არ ზდების კონსერვატორიაში. მელიტონ. მელიტონ. რა კარგია რომ მოხვედი. ძალიან ცხელა მელიტონ გარეთ. იცის ქვეყანა. დედა, არ ვისადილოთ? მე რეზიკო. დააგვიანდება. და მე რაღაც კრება მაქვსო. კი, მაგრამ სახში ვერ დარეკა მელიტონ. იქნება დარეკა. მაგრამ ტელეფონი რომ გვაქვს გაფუჭებული. კარგი მელიტონ, გენაცვალე. დედა, წამოდი მომეხმარე. Kilat Melidon. სადიჩქარებ? ჯერ სახლში. მერე? მერე ბიბლიოთეკაში. საჯარო? დიახ. წარმოუდგენელი. რატომ? რატომ ერთხელ მაინც არ შეხვდით? თქვენც დადი ხარ? დღე არ გამიცდენია? არ ვიცი. ნახვამდის. უკაცრავად. საჯარო ბიბლიოთეკა ხომ არ გადაუტანია? ისევ იქ არის, კეცხოველის ქუჩაზე. კეცხოველის ქუჩაზე. გმადლობ. მამა, ფული. რა ფული? დღეს სტიპენდიის დღეა. მერე? აბა ხუთები რო ჩამიჭიგიგი რა გეგონა? დღეს ცოტა შემაგვიანდება მამიკა. მერე? ინჟინერი. მერე? მერე კოსმონავტი. მინდოდა დავინახა მართლა მრგვალია დედამიწა თუ არა? მერე? მერე მომღერა. მერე? მერე ღრუბლებიდან სკუპ პირდაპირ სათამაშოებში. ახლა რა საპირებ? ახლა? ცეკვას. მოდი ვიცეკვათ. არ მინდა? მაშინ მოდი კენჭი ვყაროთ. ყველაფერს ბედი უნდა. წავიდე. გიყვარს ცეკვა? კი, შენ? დღეს დილამდე რო ვიცეკვა სიმფონია არ დავიღლე. რატომ დღეს? როგორ გითხრა? ეს დღე თითქმის ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. თითქმის? ესე იგი არ ყოფილა ყველაზე ბედნიერი. ყველაზე ბედნიერი იქნება ის დღე, რომელიც
ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ჯერა რომ სულ მალე დადგება, სულ მალე. ხეშეთ მომდით. დღესაც გონიათ კონსერვატორიაში ვსწავლობ. რა ვქნა არ ვიცი. მე მგონია, უნდა უთხრე. Сенгенасвале, Резико. ხომ გეუბნებოდი მეწავალ მეთქი. ესაა საქმე? ეგ არაფერია. კიდევ კარგი კონსერვატორიაში რომ დადეს. ახლა ის ვაშაკიძე მაწუხებს. იქნება მართლა შემეშალა. თითქოს იმას ცხვირი უფრო გრძელი ჰქონდა. ახლა მეუბნები? არ ვიცი, მე თვითონ დავიბენი. დედა, წერილია ფაბრიკიდან. რა?
რეზიკოს სათამაშო მიუღია. დედა რა მიხარია? ახლავე რეზიკოს უნდა ვახარო. არ გაბედო. მერიტონმა და რეზიკომ არ გაიგო. დედა. ნამდვილად ვამბავი. ქარიშხალმა გადაიარა. ეს ის წუთებია, როდესაც გჯერა ადამიანის და სადღაც გულის სიღრმეში სინდისის ქენჯნასაც კი განიცდი მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობისათვის. მადლობა ღმერთს დროზე მოხვდე. შენ რაღაც კარგად გამოიყურები ბებიშო, ა? დედა, თავრობის საჩუქარი მოგიტანა. პირველი სტიპენდია. გენა, მადლობა. დედა, ამ დღესაც მოვესწარ. დანარჩენი რა უყავი? დანარჩენი დამიგვიდეს. ძალიან ბევრი დაუღვიდიათ. გამოგზავნი, გამოგზავნი. რა რიგაცე? კარგი ბურძენი, ახალი ბურძენი. კარგებია, მერჩია. სამიამაც, ალბათ. დამპალია. მოგზავნი მეგობარო. აჩოლი, კარგი ვაში, მოგზავნი. მოგზავნი, ინებეთ, დაგე კარგი ვაში, მოგზავნი. აბაგაი ბურძენი, კარგი ვაში, ინებეთ. ახალი ბურძენი. აი, ინებეთ ბატონო. ხურდა ინებეთ ბატონო. ინებდა. თერმინე ბატონო. ბატონო, ხურდა ინებეთ. მოქალაქე. ბატონო შალვა. არა, ხალ ბატონო, რა შალვა, რის ბატონო შალვა. შალვა. ავი დამანებეთ. ერთი წუთი ბატონო. სკოლის მერხიდან წარმოებაში. გოგოებო, შეხედეთ, მოდია. Koshkeb sagi gebdi
გამახსოვროდ მთელ ცხოვრებას მოგცემდი გიგრები ვარდის ქონებს მერცხლად შეგიფარებდი კიდევ კარგი შემხვდი თორემ სუსხვა შევიკარებდი ლალი, ცირა. შენ აქ დამიცადე. კარგი? დედა, პირველი ხელფასი. დედა. ბოდიში. ბიბლიოთეკაში მიმეჩქარებ.